დარბაიძეს არ გიხარ, აი ნორმალური ვიზუალი გაქვს, ნორმალურად. ეხა ჩემი დრო არ მოვიდა? მაი მიდიკაი. ეხა ჩემი დრო ხომ მოვიდა, რა კონტენტო სულ შემაჯვავ, დავიღალ, ეხა ჩემი დრო და შენ დაჯმას, აი დაჯმა რა შუაშია, როცა რაღაცა რაც დაიმსახურე, იმას გეუბნები და ეხა დაჯმა არაფერ შუაში არა. აი აგერ წინ სტოლ გეღადავებით ხო აზიხა რა, აი მე რა ეხა გოიმი ტრანსი ვინ არ ყოფილა, დიდი ამბავი, მა პირველი კი არა. რაში გამოიხატება ჩემი სიგოიმე? რაში გამოიხატება შენი სიგოიმე? რაში გამოიხატება შენი სიგოიმე და გეთხოვა როგორიც ხარ, გამოდი ხარ. აი რაზე მეტყობა? აი ყვერებში შაუბრობს და ყდეზე შაუბრობს. ბიჭო, შემოვედით ნორმალურად გეკითხებით რაღაცა, შენ კიდე აიჭერი ხოაზე ხარ ეგრევე რა. გეკითხები, პასუხი გამეცი. რო არ მინდა რომ შენ ახლა ტრუსიკში ჩამიძვრე და რაღაც ხელები მიფათო, რო გოიმივარ. მეგობრებო, ტრუსიკში რატომ უნდა ჩაგიძვრე? ტოლეტი არა ვარ ტრუსიკში ჩაგიძვრე. პირად ცხოვრებაზე, რომელსაც მე არ ვასაჯაროვებ და შენ რატომ უნდა განიხილო? ისე როგორც ფსიქოლოგს მაგრად მაინტერესებს დეპრესია რა. ფსიქოლოგი. ნო, არის ფსიქოლოგი თუ არ ხარ, რაღაც კითხვები მაქვს შეიძლება? მიდი გამოვხსნი. ანუ აი ფსიქოანალიზის კონცეფცია ძირითად კონცეფციას ეფუძნება ფსიქოანალიზი აი გაგანგი მარტივი კითხავ. კითხო არა გაქვს რამე მარტივი მკითხე ამდენი პირველ კურსის მასალა კი არ მახსოვს რამე მითხარი მეგონა შენ პრობლემებზე მიგვიყვება. ფსიქოანალიზი თუ არის ანუ აი კითხა ერთი რაღაცა და დავიგონია მაგარით. აი ანუ ოკეი აი მაგალითად ჩემ ბავშვობის ტრაუმა ქონდა მიღებული ალბათ რაღაცა პრამეცის ასაკში გაგინა. ფსიქოლოგიურ სკოლას მიეკუთვნება და თავისთავად იუნგი ანუ იუნგი ხო იცი? აუ დამაჯვეს ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა. კაი ყლეს დაიკიდე შემდეგი არა ვარ ფსიქოლოგი. კაი მე აი ფსიქოლოგია შენ არავინ არ ხარ უბრალოდ შენ ხარ აი აქ რასაც გულებს რო წერე ყლეო მე ტაკი მასხარა ვარ პატარა რაკჭი. ტაკი მასხარაც რაღაცა ვერ ხარიცა. აბა რა ვარ? ვერ ხარჩა იმიტომ რომ აი რაღაც აგრესიას იწევ რა ტაკი მასხარები კიდე რაღაც პოზიტიური მას შვებიან რაღაც ვაიბები მოაქვს პოზიტიური და შენ რაღაცა ეგეც ვერ ხარ ანუ სიმართლე თუ გიქცე მაგალითად მაინტერესებს აი გოგოები რო შველდებიან ბაზარი არა მაგრამ თქვენ რა მოგდით ხოლმე? მაგას შენ ვერასოდეს ვერ გავიგე დაწმუნებული ვარ ძალიან გაინტერესებს მაგრამ აი ხო მართლა მაგალითად მაინტერესებს აი გოგოები რო შველდებიან თქვენ რა მოგდით? მსახიობი, მაგრამ არ არის მსახიობი ხარ? მან არის მსახიობი არა ვარ. მე ბიჭო, ანუ მსახიობი რო ხარ, რა მაინც და მაინც ყლის როლის თამაში მოირგენ. რავი რა, სხვა როლები დაკავებული იყო ხოლმე, და მეთქი ბარემ ეს ამროლს მიხედავ მეთქი. არა, ბარემ ამროლს მიხედავ და კარგად ვითამაშე მეთქი და ხო საკაიფოდ გამომდის. სხვაზე მაგრამ ხო გამომდის. ძალიან ორგანულია. მედალს ჩამომკიდებდი? მედალს? საკუთრებით მედლებით ეკიდება? აი ეს ყვავილები მაჩუხის სცენის მერე, კარგი? აი როდემდე აი გეღადავები რა შაბათი წამ ბასიანზე გავიდეთ და ვიგულო. ძალიან მეღადავები აი რა ვიგი ხო მაგიტო რა ისე ცუდი ტიპი კი არა წამ ბასიანზე ვიგულოთ. ბასიანზე შენ გიშვებენ ბასიანზე? კი მე მიშვებენ და შენ და შედი ხარ მე მგონია რომ უფრო ტრანსებს უჭირთ ვიდრე ჩვეულებრივ ტიპებს შესვლა. იმიტომ რომ მაგარ კლეობებს აკეთებ ხოლმე და მე ჭეიდავთ. კაცი ვიცუბობთ ჩემი დავაკიდე. რო დალევენ სამჭიქას რო დალევენ ეხსნებათ მამაკაცური ღირსებები და ისე ჩუბობენ ბოზიშვილები ყო. ფაცია მიფარავს. მე შემიძლია ბასიანზე კი არა შენ ისეთი რაღაც დაგიკეთო, რომ მაქსიმუმ ცათაშინაში იგულავოს, ხოლმე ვერა. ცათაშინა დაიკეტა მეღადავი. ხო რა. აუ რა შეგიძლია ისეთი რომ მაქსიმუმ ცათაშინაში რომ ვიგულავო, გეხვეწები მითხარი. აი ის მე ეგეც შემიძლია რომ შენ ანუ ვერც ერთ კლუბში არ შეხვდა. აუ შემაშინე. ფეიზე დააკრავ ჩემ პოსტ რა შეიძლება. კლუბები ხო გიყვარს? ივგიზდები. მე აი კლუბებში აი რა მუსიკა მე იცი რომელი ტიპი ვარ? რომელი მიმდინარე მე იცი რომელი ტიპი ვარ? არ გახსოვარ ხო? მე მახსოვს. გაგახსენო კიდე ძალიან მაგრად თავი. მე შენ არ მამაკროსინეო რომ მოხვეწებოდი არ გახსოვს? ანუ მაგარი კალი რო იყავი და გეხვეწები ერთი გამაკროსინებთ ხო რომ ვიბაზებოდი არ გახსოვს? მამა რო დამძდევდი
ბარიგა ხო? არა, ბარიგა მე მქონდა ჩემი და შენ გეუბნებოდი მეთქი გაიყნოსაო მეთქი და კიო, გამაყნოსინეო, მე გეღადავებოდი და დამსდევდი გამაყნოსინე, ვარ გახსოვ არ? ეხა დაიმორჩე ვერ მიცანი ხო? გაგაცნო ხო ეგრევე რომელი ვარ? დავიცი სიცილი. გაგაცნო. მინდა გითხრა რომ მან დახვეწა გაკლია ცოტა არა და მე დამხვეწე და სად მიდის ეს ბაჟი დამხვეწე და პონტია რატო ამ შენ ხო ყავს შენი გოგო და დახვეწავს ალბათ მაგრამ შენ დახვეწავს არ ყავს გოგო მე არა ვინ არ ყავს მარტო სული დავიარები დედამიწის ზურგზე კიდე რა შეგიძლია რომ მითხრაი? ნუ ვარწეთ ხალხ გავიგეთ რომ ეს ბიჭი არის ყლედა აღარ გვინდა გულები ხასტავ გადადით იქით ვინც გულებს წერს ეგენი არ შემოუშვათ აქეთ რა აქ მიწერე რომ გაეთიშა მაგარი გოინიაო